ახალი მონაცემები დაბერება ყველა ადამიანის ტვინზე სხვადასხვანაირად მოქმედებს. მასშტაბური კვლევის თანახმად, რომელიც 12000-ზე მეტ მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიის მონაცემებს აერთიანებს, მამაკაცების ტვინი ასაკის მატებასთან ერთად უფრო სწრაფად მცირდება. განსაკუთრებით მეხსიერებასთან, გადაწყვეტილების მიღებასთან და ემოციურ რეგულირებასთან დაკავშირებულ სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სქესი ასაკთან ერთად განიცდის ტვინის ბუნებრივ შემცირებას, როგორც ჩანს, ქალის ტვინი უფრო დიდხანს ინარჩუნებს სტრუქტურასა და მოცულობას, რაც პოტენციურად უკეთეს პირობებს უზრუნველყოფს ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს. მეცნიერები თვლიან, რომ შესაძლოა რამდენიმე ფაქტორი იყოს მნიშვნელოვანი, მათ შორის ჰორმონალური განსხვავებები, ცხოვრების წესი და გენეტიკა. მაგალითად, ესტროგენს შეიძლება ჰქონდეს დამცავი როლი ტვინის სტრუქტურის შენარჩუნებაში, განსაკუთრებით მენოპაუზის წინ. ამ ტიპის კვლევა ამ დროისთვის ყველაზე მასშტაბურ მონაცემებს აერთიანებს. მამაკაცისა და ქალის ტვინის დაბერებას შორის განსხვავების გაგებამ შესაძლოა მომავალში ახალი კარები გახსნას სქესის მიხედვით სპეციფიკური მკურნალობისა და ტვინის ჯანმრთელობის სტრატეგიებისთვის. მეცნიერების დასკვნები ხაზს უსვამს ადრეული პრევენციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. რეგულარული ვარჯიში, კოგნიტური ჩართულობა, ჯანსაღი კვება და სტრესის მართვა. ეს ყველაფერი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ტვინის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. გახსოვდეთ, თქვენი ტვინი მუდმივად იცვლება. მნიშვნელოვანია დღეს როგორ ცხოვრობთ, რადგან დღევანდელობა გავლენას მოახდენს თქვენი ტვინის დაბერებაზე. მამაკაცებო, მიუხედოთ საკუთარ თავს.